შიომღვიმის ბოლოში გვჭირდება ევაკუატორი. ძალიან დიდი ხანი გვინდოდა არ მოგატყუებთ 36-ის გადაღება. Რა თქმა უნდა გვინდოდა რომ ემი გადაგვეღო, მაგრამ როგორც წესი ემის პატრონებს არ სურთ ხოლმე რომ მათ ავტომობილებს ვიღაცა ცოტა უხეშად მოეპყროს, მოასრიალოს, ცოტა აწვალოს და ასე შემდეგ. ამიტომ გაგვიჭირდა ემის პოვნა და ვიპოვეთ ნამდვილი ქართული ტროიკა, ქართულ მოტივებზე აწყობილი, სწორი ტროიკა. ტროიკისთვის მომიტევეთ უბრალოდ ყველა ესე მოიხსენიებს ამ ავტომობილს. მესამე სერია არის ეს 320 არის. 320 არ არსებობს ამ კუზაოში, მაგრამ 3-დან 0 დევს და ამიტომ 320-ს ვეძახი. ზოგადად ეს ავტომობილები უკვე ისეთ მდგომარეობაში არის და დრომ იმდენი, ასე ვთქვათ, განსაცდელი გამოუგზავნა, რომ იდეალური სპოვნა ძალიან რთული არის. ხო და დღეს ამ ძარაზე ვისაუბრებთ ზოგადად, რატო გვიყვარს ჩვენ საქართველოში ქართველებს და ქართველ ავტომოყვარულებს ეს ძარა, რატო არის საკულტო და რატო არის ლეგენდარული. ჩემი აზრით, მართლა საკულტო ძარა არის და მართლა ლეგენდარული ავტომობილია. ცოტა წარსულში თუ დავბრუნდებით, ალბათ გახსოვთ ყველას, პირველად როდესაც საქართველოში დრიფტის სერიები იწყებოდა, 36 იყო იქ, როდესაც წრიული რბოლები ტარდებოდა, 36 იყო, მერე კომპაქტ კაფი იყო. დღესაც ძალიან ბევრი დრიფტკარია, ძალიან ბევრი სპორტული ავტომობილია. ვანოს ავტომობილიც ალბათ იცით უყველამ, რომელიც აღმართის დაძლევას დადის და უმაგრესი ავტომობილია და უმაგრეს შედეგებს დებს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ ავტომობილმა და Honda Civic-მა თავის დროზე საქართველოში ავტოსპორტი გადაარჩინეს. და ყველა ის მრბოლელი, რომელიც დღეს ტოპშია, ასე ვთქვათ, და უცხოეთში შეჯიბრებებს დადის, თითქმის უყველამ დაიწყო BMW-ით ან Honda-ით და დღეს ეს ადამიანები მართლა ძალიან მაგარ შედეგებს ხდებენ. საქართველოს ფარგლებს გარეთ გააქვთ საქართველოს სახელი და შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრენდის და ამ ძარის დამსახურებაა ეს. ავტოსპორტს რო თავი დავანებოთ, ამ ავტომობილს საქართველოში ძალიან ბევრი მოყვარული ყავდა. ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარიაციებს აწყობდნენ ამ ავტომობილის ძრავისგან. 6 ცილინდრიანზე მაქვს საუბარი. იწყობოდა სტროკერი, ეგრეთ წოდებული 3-დან 0, იწყობოდა 3-და-1, 3-და-2 და ძალიან ბევრი ცხენისძალები ამოჰქონდათ ამ ავტომობილის ძრავიდან, რომელსაც ქარხნულად 192 ცხენისძალა აქვს, 193 თუ არ ვცდები რა. ჩვეულებრივ 2 დარვაზე მაქვს საუბარი. არსებობდა ამერიკული M3, არსებობდა ევროპული M3. ევროპულ M3-ს ორი ვარიაცია ქონდა, რომელსაც 280 ცხენისძალა ქონდა და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ რესტაილინგი იყო, რომელსაც 321 ცხენისძალა ქონდა. ამერიკელები ცოტა დაიჩაგრნენ. ამერიკული ემის ძრავი გამოიყურება ვიზუალურად, ასე ვთქვათ, ისევე როგორც 2 და 8. თუ დააკვირდებით ევროპულ M3-ს, ასე ვთქვათ, თითო ცილინდრზე სათითაო დროსელები აქვს. ამერიკულ M3-ს არ აქვს. შესაბამისად, ნუ იქ ძალიან დიდი სხვაობა არის თვითონ ძრავის აგებულებაში და გეომეტრიაში, კუმშვის ხარისხში და ასე შემდეგ, ნუ მაგას აღარ ჩავეძიები. ამერიკულ M3-ს აქვს 240 ცხენისძალა და ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქართველოში ამერიკული M3-ები ჩამოყავდათ, აქ კარგად გაკეთებული ხელებნაფათურები 2 და 8 ასწრებდა ხოლმე და არ იყო რა პოპულარული ამერიკული M3 საქართველოში. მიუხედავად ამისა, დღეს ძალიან მოთხოვნადი გახდა და ძალიან დაფასდა ამერიკული M3-იც და თითქმის ყველა ავტომოყვარული დასდევს უკვე ამ ავტომობილებს, ცდილობენ რომ იყიდონ, ჩამოიყვანონ. მით უმეტეს ახლა ახალი კანონი გვაქვს და 30 წელს ზემოთ ავტომობილების შემოყვანა შეგვიძლია, რაც ძალიან მაგარია და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი კარგი ძველი ავტომობილი შემოვა და ასე ვთქვათ, ჩვენი ავტოპარკი გალამაზდება ესეთი ეგზოტიკური ავტომობილებით. როდესაც Supra გადავიღე, 36-ზე ვთქვი, რომ ძალიან უხარისხო ინტერიერი აქვს თქო და იშლება თქო რა 36-ის ინტერიერი და ნუ ძალიან ისეთი გამოხმაურება მოყვა ამას, რომ არ არისო ეგრეო და რაღაცეები. კარგით რა. 36 მეც მყოლია, ნიკასაც ყოლია და ჩვენ სამეგობროშიც ძალიან ბევრ ადამიანს ყოლია და ძალიან გთხოვთ რა, ნუ გვასწავლით რა იშლება და რა არ იშლება.
დაპრესილი კარდონისგან აწყობილი აბიუკები აქვს ავტომობილს და ყველაფერი ზვრება და ყველაფერი ფუჭდება. აი საერთოდ ყველაფერი ზანზარებს და ყანყალებს ამ ავტომობილში, როგორც კი ასაკში შესული არის და ოდნავ ცოტა ისეთი არასწორი მეპატრონე ყავდა. ანუ გარბენი ამ ავტომობილს ძალიან მაგრად ეთყობა. და მინდა გითხრათ, რომ იგივე იაპონურ ავტომობილებს გარბენი შეიძლება ქონდეს 250-300, მაგრამ კარის სახელური არ ზრებოდეს. სავალზეც ვისაუბროთ, E36 აღჭურვილი არის წინ მაკფერსონის დაკიდების სისტემით, რაც ძალიან მარტივი და პრიმიტიულია, უბრალოდ აი ძალიან ხშირ შეკეთებას საჭიროებს, იმიტომ რომ აი უმარტივესად გამოდის მწყობრიდან. უკან დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა აქვს და უკანაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ ავტომობილს. სიძველიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად ამ ავტომობილს ადონატებენ ხოლმე და რა ვიცი, რას არ უშვებიან, აი ყველაფერი ემართება. პირველი, ამორტიზატორის სამაგრები ტყდება, იბზარება. მეორე, ხიდის სამაგრები ტყდება და იბზარება და აი საერთოდ ყველაფერი მოსდის რა. აქვს რაღაც პრობლემები ამ ავტომობილს, საკმაოდ ისეთი ხშირი, მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად ამ ავტომობილმა საქართველოში შექმნა ძალიან დიდი ისტორია. ყველას გვიყვარს, ალბათ არ არსებობს ჩემი ტოლი ბიჭი, რომელსაც 36-ზე არ უოცნებია თავის დროზე. ასევე მინდა იმ ადამიანებსაც გამოუღადო პატივისცემა, ვისაც ეს ავტომობილები ყავდათ და დღევანდელ დღემდე ცოცხლებმა მოაღწიეთ. ნამდვილად კარგი მძღოლები ხართ. ამ ავტომობილი ძალიან ბევრი ადამიანი იმტრეოდა ხოლმე და ხშირად ყოფილა სამწუხაროდ შემთხვევა, რომ სავალალოდ დასრულებულა ეს ამბავი. სპეციფიური მართვა სჭირდება ამ ავტომობილს, მით უმეტეს თუ 6 ცილინდრიანი არის და მით უმეტეს თუ გაკეთებული იყო და საკმაოდ კარგად კეთდებოდა ხოლმე ყოველთვის, ალბათ გახსოვთ და იცით უყველა. არანაირი ელექტრონული მოწყობილობა არ არსებობს ამ ავტომობილში. ხართ მხოლოდ და მხოლოდ შენ, ავტომობილი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი და უკანა ბლოკირებული ხიდი. ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩადუღებული ხიდი, რომელიც აი ქალაქისთვის არის საზიზღრობა და არ ჩაადუღოთ ხიდი არასდროს 36-ში, იმიტომ რომ ძალიან რთული და ძნელი სამართავი ხდება მერე ავტომობილი. ეხლა გადავიდეთ ყველაზე ისეთ თემაზე, რაც ალბათ არასდროს არ ამოიწურება საქართველოში, ეს არის BMW და Mercedes-ი. ეს დავა ოდითგანვე მოდის და ყველას გვიკამათია ალბათ ამ თემაზე. მინდა ვთქვა, რომ ორივე ბრენდი ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სახასიათოდ მე უფრო BMW-სკენ ვიხრები, იმიტომ რომ ძალიან სხარტი არის, ძალიან მაგარ ემოციებს განიჭებს და კი შეიძლება პრობლემურია, კი შეიძლება ძალიან გაართულოს შენი ცხოვრება, მაგრამ ბევრად უფრო სახალისო ტიპი არის და ბევრად უფრო აგრესიული და სპორტული ტიპია ვიდრე Mercedes-ი. ეხლა Mercedes-ის გულშემატკივრები ალბათ ფიქრობენ, რომ ვინ არის, რა უნდა გარტყმაში არაფრისო, რამდენი მაგარი მოდელი ყავს Mercedes გამოშვებულიო, GTS-იო, SLS-იო, რავი, აი ძალიან ბევრ მოდელს ჩამოთვლიან და კომენტარებით აავსებენ ამ ვიდეოს, მაგრამ აი არ ჯდება Mercedes-ი ჩემს ხასიათში და ძალიან ბევრი ადამიანის ხასიათში, ვისაც BMW მოსწონს. ეს არის აი როგორი ავტომობილი, იცით? აი ყველანაირ სისულელეს და ყველანაირ შენს სულელურ წამოწყებას რომ ხარს უჭერს და რო გეუბნება, რომ აი წამო გავაკეთოთ, არ არის პრობლემა. სადაც გინდა იქ მოვწყდები, რასაც გინდა იმას ვიზამ, რასაც გინდა იმას გავაკეთებ. მოკლედ, ანუ ეს არის ძმაკაცი, რომელიც ყველას ყავს და რომელიც აი ყველაფერში მოყვება რა, აი უკანა სიჩქარე რო არ აქვს, ეგეთი ძმაკაცი არის. ყველაზე სასაცილო კიდევ BMW-ს და Mercedes-ის გულშემატკივრებს შორის კამათი როცა იწყება, არის ხოლმე ადამიანი, რომელსაც Porsche ყავს. ისმენს ხოლმე, ისმენს და გულში ეცინება. მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეცინება ამაზე, ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ რეალურად
აი ეს base მოდელები, რაც საქართველოში ჩვენ გვყავს და თუნდაც ის AMG ვერსიები და M ვერსიები, თუ რაღაც CS-ი არ არის ან რაღაცა განსაკუთრებული მოდელი არ არის, ტრეკისთვის არც ერთი არ არის შექმნილი და ყველას რაღაც, ასე ვთქვათ, მუშაობა სჭირდება, ბევრი რაღაცის დამატება სჭირდება, რომ ტრეკზე იაროს კარგად და შედეგი დადოს. Porsche რობოტი არის უბრალოდ, რომელიც ესე ადგება და ორი ესე ანადგურებს ერთი ხელის მოსმით. ხო და თუ იმაზე მიდგება საუბარი ტრეკზე, რომ Porsche გამასწრებს, მირჩევნია BMW-ზე გამასწროს ვიდრე Mercedes-ზე. ასე რომ მაინც ჩემი, ასე ვთქვათ, ხმა BMW-ს მიუხედავად იმისა, რომ ფუჭდება, მიუხედავად იმისა, რომ წყალს ადუღებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი აქ რო დავაყენეთ, დაჯდა აკუმულატორი და ეხა უნდა დავქოგოთ გაყვრით და უნდა ვეწვალოთ მიუხედავად იმისა, რომ ეს შუშა არ ადის და არ ჭადის კარგად, აი ყველაფერი ამის და მიუხედავად რა ვქნა მიყვარს. და ნუ გგონიათ ხოლმე, რომ რაღაც კონკრეტული ბრენდის, ასე ვთქვათ, მოყვარული ვარ. მე საერთოდ არ ვარ რამე კონკრეტული ბრენდის მოყვარული, მე ვარ ავტომოყვარული, ვისაც ავტომობილები უყვარს და ყველა იმ განსაკუთრებულ და მაგარ მოდელს, რაც შექმნილა 80, 90-იანებში, 70-იანებში, 2000-იანებში, ყველას პატივს ვცემ. ეხლა კი წავიდეთ, გავიაროთ ჩვენი BMW-თი. ვნახოთ რა შეუძლია 3-დან 0-ს. არის ქოქება. ძალიან ემოციური სამართავი არის მართლა. აი, იმდენად ემოციური სამართავი არის, რომ აი, ხანდახან მაშინებს კიდევაც. ძალიან არაპროგნოზირებადი ავტომობილია და ამ ავტომობილის მართვას სჭირდება გამოცდილება და აი, რომ იძახიან ხოლმე, რომ აი, ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ავტომობილით დამტრეული. მესმის რატო არიან ეს ადამიანები დამტრეულები ამ ავტომობილით. უხეშია იმიტომ რომ სპორტული დაკიდების სისტემა აყენია, coilover-ებზეა. აი, ხვდებით ალბათ რამდენად უხეში არის. ყველაფერი ხმაურობს ინტერიერში, საერთოდ, მაგრამ მაინც დადის. ძველია, მაგრამ მაინც ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. პრობლემური არის, მაგრამ მაინც ძალიან გვიყვარს. ანუ BMW-ს მოყვარულები ვართ. ავი, სადისტები რა. იმის და მიუხედავად, რომ ნერვებს გვიშლის, სულ ხელოსანთან უნდა ვატაროთ, სულ რაღაც პრობლემა აქვს და ექმნება. მაინც გვიყვარს, ყავს და შეძლებს დაგვარად უნით. ზოგი ცუდად, ზოგი კარგად. აი. ტიპიური BMW და შევრჩა ხელში. ეს არის ემოციების გენერატორი. ავტომობილი, რომელსაც შეუძლია რომ მოგანიჭოს უაზროდ ბევრი და კარგი ემოცია. ამისთვის არის ეს ავტომობილი შექმნილი. ყოველ ჯერზე, როდესაც E36-ს ვატარებ და ვმართავ, ხვდები რატომ უყვართ ამ ავტომობილის პატრონებს ეს ავტომობილი ასე ძალიან. ლეგენდა. და ამისი ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არის ეს ავტომობილი ლეგენდა. 1990 წლიდან 2026 წლამდე მოაღწია, ცოცხალია, დადის და ძალიან მაგარ ემოციებს გვანიჭებს. წელი ყველაფერი მეტკინა ეხლა ამ ავტომობილის სიარულისას, მაგრამ მართლა მაგარია. ვერ კონცენტრირდები, როდესაც ჩქარა მართავ ავტომობილს ვერ გელაპარაკებით. იმდენად ყველაფერი ჩართულია, ანუ ცოცხალი ვარ. როდესაც ამ ავტომობილს მართავ, ცოცხალი ვარ. ყველაფერი მუშაობს. თვალები, გონება, ხელები, ფეხები, ყველაფერი აქტიურად ჩართული არის. ძალიან მაგარი ემოციები აქვს.
საკმაოდ ისეთი BMW-ისთვის გავრცელებული რაღაცა შეგვემთხვა. გაზის პედალი გაგვეჭედა. ეს პატრულს რო ეუბნებიან ხოლმე BMW-ს მოყვარულები გაზის პედალი გამეჭედა. მართალია მეგობრებო, მართლა იჭედება ეს გაზის პედალი და მართლა ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ამის გამო ადამიანები დამტრეულა. მოკლედ 36-ის ვიდეო ამ იმედ გაცრუებით დავასრულოთ. ეხლა ვეცდებით რომ ჩავსვათ ეს გაზის პედალი რაღაცნაირად, თუ არა და ნუ ევაკუატორს გამოვიძახებთ მე, იმიტომ რომ სხვისი ავტომობილია მაინც არ გვინდა გარისკვა. ხო, რა მინდოდა რომ მეთქვა რა, ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ძველ BMW-ს მართავს, იმიტომ რომ ეს არის უზომოდ ემოციური და უზომოდ ძალიან მაგარი ავტომობილი. კი მესმის რომ ძალიან ბევრი პრობლემებს გვიქმნის და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს იქიდან გამომდინარე რომ ძველია, მაგრამ აი მთელი დღეა დავდივარ და აი სიამოვნების მეტი არაფერი არ მიმიღია. იმის და მიუხედავად რომ ფუჭდება, იმის და მიუხედავად რომ არაკომფორტულია. ასე რომ, რა ვიცი, იყიდეთ BMW, ააწყეთ და ისიამოვნეთ. აი, აბივკა. BMW გიყვარს, კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ მაინც გიყვარს, მაინც გინდა. ევაკუატორი მცხეთაში.